მოგესალმებით. ვაგრძელებთ საუბრებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამჯერად ვისაუბრებთ ძალადობის პრევენციაზე. კერძოდ პრევენციის აქტუალობაზე. გაეროს კვლევამ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ნათლად დაგვანახა, რომ ბავშვების მიმართ ძალადობას ადგილი აქვს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და რომ ბავშვების მიმართ ძალადობა დღეისათვის საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია. ამის მიუხედავად არსებობს შესაძლებლობა გატარდეს ძალადობის აღმომხრელი ზომები, რადგან ძალადობა არ არის ადამიანური ყოფის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აღიარებენ ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბებს და ხანგრძლივი ზემოქმედების მძიმე შედეგებს. ისინი ცდილობენ განახორციელონ ბავშვების უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები. თითოეული სახელმწიფო ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიუხედავად ვალდებულებას იღებს შეაჩეროს ბავშვთა მიმართ ძალადობა. როგორც ბავშვების მიმართ ძალადობის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სამსახურის კვლევაში აღნიშნული, ბავშვების მიმართ არანაირი ძალადობის გამართლება არ შეიძლება და მიუთითებენ იმაზე, რომ შესაძლებელია ყოველგვარი ძალადობის პრევენცია. აქ აღნიშნულია, რომ საჭიროა შეწყდეს გამამართლებელი მიზეზებით აპელირება. სახელმწიფოებმა სასწრაფო ზომები უნდა მიიღონ ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად. თუ სახელმწიფოს იურიდიული ვალდებულებები ეკისრება, თავისთავად ცხადია, ყველა ადამიანსაც ეკისრება ეს პასუხისმგებლობა. უნდა დაგმოს და აღკვეთოს ძალადობა ბავშვების მიმართ. ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაუსწორებს თვალს ბავშვებს, თუ კი განვაგრძოთ მათ მიმართ ძალადობის მხარდაჭერასა და გამართლებას. არსებობს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპ ბავშვებზე ზრუნვის გარკვეული უნივერსალური სტრატეგიები, რომლის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო სხვადასხვა ქვეყნებში წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და მეცნიერულმა შრომამ. იმისათვის, რომ ეფექტი მაქსიმალური იყოს, პრევენციის სტრატეგიები მიზნად ისახავენ რის ფაქტორების შემცირებას და თავისთავად ცხადია დამცავი ფაქტორების გაძლიერებას. ამასთან ერთად უნდა შეიცავდნენ ზემოქმედების შეფასებისათვის საჭირო მექანიზმებსაც. პრევენციის ბევრი პერსპექტიული სტრატეგია არსებობს. დაწყებული პირდაპირ ზეგავლენის მქონე პროგრამებით, აქ იგულისხმება მშობლების ტრენინგების პროგრამების დასახვა და დამთავრებული ისეთი სტრატეგიებით, რომლებსაც არაპირდაპირ ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ. ასეთებად შეიძლება მივიჩნიოთ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის შეზღუდვები. ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია ფარავს მომსახურების ფართო სპექტრს, საზოგადოების გაცნობიერებას, მშობელთა განათლებას, ბინაზე ვიზიტებს და სხვა მსგავს. ამ აქტივობების განხორციელება შეუძლიათ როგორც საზოგადოების ჯგუფებს,
ასევე სოციალური სერვისის სააგენტოებს და რასაკვირველია სკოლებს და ასევე საზოგადოების ცალკეულ წევრებსაც კი. მნიშვნელოვანია, რომ პრევენციის გატარება პრობლემის გავითარებამდე შეიძლება უკეთესი შედეგი გამოიწვიოს. ანუ მოხდეს აი ამ ძალადობის გავრცელების შემცირება. პრევენციის მრავალი არსებული სტრატეგია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ადრეულ იდენტიფიკაციას და ინტერვენციას მოიცავს. იგი მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც ცალკეული ბავშვისათვის, ასევე ოჯახებისთვისაც. მაგრამ მას ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ფართო მასშტაბით შემცირება არ მოსდევს. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ სტრატეგიების გამოყენებით, რომელთა პროგრამები მიმართულია რისკ ფაქტორების შესამცირებლად და დამცავი ფაქტორების გასაძლიერებლად. პრევენციის სტრატეგიების შერჩევისას წარმატების მისაღწევად უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული რეალური გარემო. ნახოთ, როგორია პრევენციის ტიპები. ახლა ჩვენ შეგვიძლია დავღოთ ბავშვთა მიმართ ძალადობის სამ დონეთ. კერძოდ არსებობს უნივერსალური, ანუ პირველადი პრევენცია, რომელიც გათვლილია საზოგადოების ფართო სპექტრზე. შემდეგი შერჩევითი, ანუ მეორადი პრევენცია. მისი სტრატეგია საზოგადოების იმ ჯგუფის დახმარება, სადაც არსებობს ძალადობის ერთი ან რამდენიმე რისკ ფაქტორი. და მესამე პრევენცია ეს არის მიმართული პრევენცია, რომელიც განკუთვნილია იმ ოჯახებისკენ ან მიმართულია იმ ოჯახებისკენ, სადაც ადგილი ჰქონდა უკვე ბავშვთა მიმართ ძალადობას. მისი მიზანია თავისთავად ცხადია ბავშვთა დაცვა ძალადობის განმეორებისაგან. ნახოთ რა ხდება ამ დონეებზე. პირველი საფეხური, ანუ უნივერსალური პრევენციის საფეხური და მისი სტრატეგია ფოკუსირებულია ფართო საზოგადოებაზე და ცდილობს მიაღწიოს ოჯახის ფუნქციონერების გაძლიერებას. მისი პრევენციის ფილოსოფია იმაშია, რომ მთელი საზოგადოება არის პასუხისმგებელი ძალადობისა და უგულებელყოფისაგან ბავშვების დაცვაზე. ამ სტრატეგიის გრძელვადიანი მიზანი გახლავთ ის, რომ საზოგადოების განათლება, სოციალური ცვლილებების მიღწევა და ძალადობის მიმართ ტოლერანტობის დაუშევებლობა უნდა იყოს გათავისებული მთელი საზოგადოების მიერ. ამასთან ერთად პირველადი სტრატეგიის მიზნებია მშობელთა ცოდნის გაფართოება და ბავშვების გავითარების გაგება, გავითარების საფეხურების შესაბამისი მოლოდინების სწავლება, მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობის და კომუნიკაციის გაძლიერება. მშობლებისთვის, რომელთა ბავშვები განსაკუთრებულ მოვას საჭიროებენ მათთვის სტრესთან გამოკვლევების
სწავლება, მშობლების ცოდნის ამაღლება ოჯახის მართვისა და გაძღოლის საკითხებში, სოციალური და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისათვის. ამ მიზნების მისაღწევად სტრატეგიები უნდა მოიცავდნენ პროგრამებს მომავალი მშობლებისათვის, რომელიც ეხმარება მათ გაუმკლავდნენ ბავშვის მოვლის მომავალ სირთულეებს. პროგრამებს ბავშვებზე ზრუნვისა და განვითარების შესახებ. ასევე აუცილებელია ბავშვების გაძლიერებული პროგრამები, რომლებიც ასწავლიან მათ ძალადობისაგან დაცვას, სათანადო ტრენინგები ცხოვრების უნარების შესასწავლად, რომლებიც ეხმარება ბავშვებს და მოზარდებს შეისწავლონ პიროვნებათა შორის კომუნიკაცია. თვით დახმარების ჯგუფების თანაბართა სისტემისა და იზოლაციის დასაძლევი და 24 საათიანი კრიზისული დაცვის პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშობლების სწრაფ დახმარებას კრიზისის დროს, მეტად მნიშვნელოვანია. ამისთვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს სატელეფონო ცხელი ხაზი, კრიზისული ცენტრები და თავისთავად ცხადია კრიზისული კონსულტაციები. რაც შეეხება შერჩეულ ან მეორედ პრევენციას, ის მისი სტრატეგია ფოკუსირებულია პოპულაციაზე, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის ერთი ან რამდენიმე რისკ ფაქტორი არსებობს. კერძოდ, ესენი არიან ოჯახები სტრესულ სიტუაციებში და მიმართულია ოჯახების ან საზოგადოების დახმარებაზე. შესაძლებელია, რომ ოჯახის ან საზოგადოების მხარდაჭერა არ არსებობს. ახალგაზრდა მშობლები არიან. ასევე ბავშვებთან დაკავშირებული ძალადობის რისკ ფაქტორები. კერძოდ, შეიძლება იყოს მაგალითად უნარშეზღუდულობა ან სხვა რამე ფაქტორი. რისკზე დაფუძნებული პრევენციის სტრატეგიის შესაძლო მიზნები არის: ერთის მშობელთა ცოდნის გაზრდა და იმის გაცნობიერება, რომ როგორ გავლენას ახდენს მათი საკუთარი აღზრდის გამოცდილება, მათი მშობლობის უნარებისა და სტრატეგიაზე. ასევე რისკის ქვეშ მყოფ მშობელსა და ბავშვს შორის ურთიერთობის და კომუნიკაციის მდგომარეობა, როგორ შეიძლება იგი გავაძლიეროთ. ასევე რისკის ქვეშ მყოფი მშობლების დაკავშირება თემში არსებულ სერვისებთან. ან მაგალითად მშობლებისათვის, რომელთაც ბავშვები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ, სტრესთან გამკლავების უნარის სწავლება. და თავისთავად ცხადია სოციალური და სამედიცინო სერვების ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისათვის. ამ მიზნების მისაღწევად სტრატეგიები უნდა მოიცავდნენ ბავშვის აღზრდის სწავლების პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომია რისკის ქვეშ მყოფი ოჯახებისათვის. აგრეთვე პროგრამებს, რომელიც ასწავლიან მშობლებს თემში არსებულ რესურსებთან ურთიერთობებს. აუცილებელია აგრეთვე არსებობდეს სერვისები, სადაც დეპრესიისა და ნარკომანიის პრობლემების მქონე მშობლების გადამისამართება
მოხდება. და ასევე ისეთი პროგრამები, სადაც ახალგაზრდა მშობლებს მიაწვდიან ინფორმაციას ბავშვის განვითარებაზე და მოვლაზე. და მესამე, მიმართული პრევენცია. ეს მოიცავს იმ ოჯახებთან მუშაობას, რომელშიც უკვე აღინიშნა ბავშვთან მიმართ ძალადობა ან და უგულებელყოფა. და მიმართულია მათი გამეორების თავიდან აცილებაზე. ამ პრევენციის სტრატეგიის მიზანია ბავშვთან მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის განმეორების შემცირება და ეს შეიძლება მოხერხდეს ერთის მხრივ ბავშვისათვის საცხოვრებელი გარემოს შეცვლით ან მოძალადესათვის თავისუფლების აღკვეთით. შეიძლება იყოს მშობელთა წამაზე დამოკიდებულების შემცირება ოჯახურ გარემოში ან ოჯახის დაკავშირება ოჯახის დამცავ ჯგუფებთან და სხვა დამცავ სისტემებთან. და რასაკვირველია, რისკის ქვეშ მყოფ მშობლების კავშირის გაძლიერება თემში არსებულ სერვისებთან. მიმართული პრევენციის სტრატეგიების მიზნებს ჩვენ მივახცევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვახერხებთ მშობლების რეაბილიტაციას და მათი მკურნალობით უზრუნველყოფას. ასევე ძალადობა განცდილი ბავშვების მკურნალობას. თუ გვაქვს პოსტერ ჯგუფები, სერვისების არსებობა დეპრესიისა და ნარკომანიის პრობლემების მქონე მშობლების სარეაბილიტაციოდ და სამკურნალოდ.